ვაგზელე ფული შონა ეს ჯეტია ხუჩი და რა შონას და ხარჯვას ნუ პრინციპში ხარჯოზე ვარ გადასულებით და მოკლედ ჩემი ძმა რას ისავ გითხარ ახლა მეც ამ განყოფილებაში მუშაობ რა შემიძლია გავაკეთებ ყველაფერს რა მოკლედ ნუ რაღაცები ცოტა რო ჩახსნა ჩვენი საბუთები მაგაში მილიონს გადმოგირიცხავ კაი ძმაო და თუ შენ ახლა მე მართლა მაპოვნინებ სად არის სიჯი ფოტოები და რაღაცები გამომიგზავნე მე შენ რა მაგ ბიჟის რა მოვიძიებ ახლა სად შეიძლება გავდეთ რა და თუ შენ მოიძიებ და ანუ ახლა მე საყოველთაო უძებ და მაგ ადამიანზე გამოცხადებული როდა ძმაო თუ მოიძიები თქში 50 მილიონია ჯილდო რა ვიცი ძმაო რაც არის ჯილდო რო ვიცი მაგითო დაგირეკეთ მეთქი მოდით ჩავხსნი რაღაცებს მოგაქცევთ ყურადღებას და მე ვიცი თქო ხო და მოკლედ მე ჯერ აღარ დაგვირეკო ესე იგი აქ მუშაობა რა LSPD Winewood უბრალოდ მოადგილეა ეს უბრალოდ მოადგილეები მაგარი ტიპები არიან იქაც იყო და გათქვა და აქ არის და ტიპა მილიონი მომეც და ჩავხსნი ყველაფერს რა ანუ ციები და რაღაცეები. კაი, მოგეცო, შენთან აღარ მოხვიდით და შენი მე დაგირეკავთ WhatsApp-ზე. კაი, მიდი, წავედით ბიჭებო. ჭვიანად ბიჭო. მოკლედ წავედი ახლა ლუკა უნდა ნახო, იმენა რა ცოტა რაღაც დამაგვიანდებაო წინა ვიდეოს შემდეგ და აუცილებლად დავიყვანოთ თუ 10000 ლაიქს და დააჭერეთ აბლა წითელ subscribe ღილაკს და მოკლედ რა ხალხო ვინც არის 50 მილიონი გოქ ჯილდო დაწესებული სიჯის ზებნასე რა. და ვის სიჯის იპოვის გადავცეთ ამ 50 მილიონს, ამიტომ ყველა YouTuber-ს დაუწერეთ ვიდეოების კომენტარებში რომ ესე 50 მილიონი ძმაო ჯილდო სიჯის ვინც იპოვის თქო რა. კაი, აჰა, ლუკასიაზე ბარე მივიდეთ. ეხა პირდაპირ მაგას უნდა მივსულიყავით, მაგრამ რაღაც ცოტა მაგვიანდებაო რაღაც ისავ მექსიკიდან ვიღაც არალეგალები გადმოყავდა მაგას რა. და კაკრას ახლა 50 მილიონიანი საქმე პერფექტ მოეწონება და წესით აიღებს და გააკეთებს რა. პრინციპში შეიძლება მე ვიდეოც დადოს, ხო? ვიდეოს სპონსორია CS:GO Fast, რომელიც არის Counter-ის case opening-ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და სანდო საიტი და სხვათა შორის ეს კომპანია GTA ხუჭი არის ჩვენი და ერთზამი ვახშენი უფასო სკინი ხوار უნდა აქვინოს სხვათა შორის შეგიძლიათ გადახვიდეთ აღზარა შენდებარე ლინკზე გაიაროთ რეგისტრაცია ჩემი პრომო კოდით ამიგოს არქო და მეიღოთ პლუს 1 кейსი რენდომად უფასო და სადაც შეიძლება ნებისმიერი ფასის სკინები ამოგივიდეთ ამიტომ გადადეთ აღწერაში მდებარე ლინკზე პრინციპში შეიძლება ვიდეოს დადოს და ლუკას არხი 100000 გამომწერზე ადის და აუცილებლად გადადეთ აღწერაში მდებარე ლინკზე ან აღწერაში მდებარე ლინკი თუ არ იქნება უბრალოდ ლუკას არქო დაწერეთ და ამოგიგდებთ ლუკას ვიდეოებს და საიდან აქეთ უნდა შევიდეთ აი წამოვედით ესე საწყალი სიჯი ახლა სად არის ნეტატო შეიძლება კაი პონჩია სადმე სიჯი კაი პონჩია სადმე და ჩვენ არ გვიკავშირდება არა ხო ხარ ხირს წაკატუს კაცმა რა კაი ესეც აქ რა საწყობების ტერიტორიაზე მომიყვანა აქცი მალავს უეჭვილი აქ არალეგალებს საწყობებში შემოვიდით აქ ეს პოლიცია ხო არ არის სადმე რა ვიცი არ მოყვებოდეს ვაინოდეს განყოფილებაზე ხო გითხრა ხა იმან ჩავხსნიო რა კაცი ენდობა ეხლა მაგას აქ უნდა შევიდეთ როგორ ჩანს ვახ შენი არ გავკაცრო მანქანა ფრთხილად და აი ლუკას აგერ რა არის ატო ბეტონის მანქანაზე მუშაობს კაცი ერთი წამი რა ხდება აქ სალამი ოხ გამარჯობა ბიჭო სოდა დამაგვიან და რაღაც საქმეზე ვიყავი ამ კონტეინერებში ჩავტენეძლებს ეს ხალხი და წოწუნებენ კიდე გაგვიღეთ რა გაგვიღეთ რა ჩაყდულობა გაჩვდით თქვენ შემოუშვი გაზი ეხა მაგაში უკმაყოფილო ხალხი ეს ერთი წამი კაცო რა სახე ხალხია შიგნით აბა რა გონია თამათ მექსიკიდან რო გადმოდიან ამერიკაში ცოტა უნდა მოითმინონ ძმაო არის გაგვიღეთ რა დაიცა კაცო ყველა კონტეინერში ხალხია ხო 1-6 კონტეინერი ხალხი ჩამოვიყვანე რა ივენა კაი დიდი ფულიც გადავკეცე ჩემი კაი აუ ეს ვიყოფილათო მალე გავაჩვენი მანქანა აი ხა თუ დაგიტრიალეთ ეგ მიქსერი კაროჩი აი აქ კონტეინერიდან ამ ბეტონის იმაში გადამყავს და ამ ბეტონის მანქანით დამყავს ხოლმე ხა რაკეტიკით ხო არ გადაო ბიჭო ეხა ბეტონის მანქანაში ხალხი ზის ხო რა აქიდან მიმყავს ობიექტზე იქ ცლის აზრიკვეში და იქიდან იფანტებიან რა ქალაქში რა სიცახი ჩემი ეს რა არის ამას წინათ 5 კაცი ჩავყარე და თურმე ბიჭო ცემენტი ჩავჩენია შენით გამიქო და 5 კაცი ბრატ იმენა ზარალში წავედი ბრატ მე ხანრეთ სვერლუებით ჩაგოჭები თუ ამტრიეთ მარა აზრი არა რა გიქოვდა 5 კაცი ძმაო ბეტონში გაგვიქვავდა იმენა რა ზარალში წავედით კომპანია კაროჩი ვახ ჩემი ეხა ხო იცი რომ ბეტონი არ არის კაცო უეჭველი არა ეხა უეჭველი არ არის მანდაც მაიცა ბიჭო გესმით ჩემი მაიცა ორი წამი კაცო ბიჭო გოლის მაკიდე ცემენტი იყო ამაში რასაკეთებ კაცო არ ჩამოვარდე მაქედან ერთი წამი ჩავხედო ამათ ბიჭო არ გესმით ჩემი რო გეძახით რა შევე ბიჭო ცხრები არიან აუ ჩემი კიდე ცემენტი ყოფილა გაქვავდა 6 კაცი ჩემი კი მარა რა შიყრი კაცო ამ ხალხს არიცი აუ რა ვიცი კაროჩე რვიდან იმენა ორი მანქანა უეჭველი გვიფუჭდება რა ზოგში ჩარჩენილია ცემენტი და აუ ამათ რა დაამწრებს ბიჭო ჩემი კაი კაროჩე რა ვახ ჩემი და რა უნდა ხნა ეხა ხო სერჯი კაროჩე რა ისევ გავქვავდნენ რა ისევ იგივე დაგვემართა რა და გამოუშვი რა ეს პერფერატო ჩიკები და ერთი მანქანა კიდე ბეტონის მანქანა ჭირდება რა
კაროჩე -1 რა. გამოგვიშვით რა, გამოგვიშვით. ვაი, კაკრას მოვა ეხა ახალი ბეტონის მანქანა და წაიგივანთ ობიექტებზე. აუ, ჩემი იმედი მოქვს, ეგ მაინც იქნება რა ვიცი, მე სარიელი. ო, მეც მაგის იმედი მაქვს. თუ არა და კოლუმბიელები არიან ერთი რა, მათი დაკარგვა დედამისის არ კითხულობს, მამამისის არ კითხულობს. ჩემი, კაი, მომისმინე, მოკლედ მე რა თემაზე მოვიდი, 50 მილიონი მოქვს სიჯის პოვნას დაწესებული რა. მაიცა სერჟი გორწამი, რამდენი? ეთოქში 50 მილიონი დავაწესე, ვინც მისისავს რა, მიპოვის სიჯის. ვახ, მაშინ დავაი წავედით. ბიჭებო, 1-2 დღე მოგიწევთ კიდე მოსთა რა, რაღაც პოლიცია გაიჩნდა და კაროჩე უნდა მოიცადოთ რა. ხუმრობ გაზოთ ქვენ. რა 2 დღე, ერთი კვირა აგვართ. ხო და სადაც ერთი კვირა მოიწმინე, იქაც 2 დღეც მოიცდი. ამერიკა ფრიდომ ხო გინდა ძმაო? აბა ეგრე სად არის? აუ, გაი რა. ამად გონია ეხა გაუშვებ. ეხა დავარეკავ 9-1-ი, ზო ეგრევე მოვლენ, წაიყვანენ მე ფული აღებული მაქვს. კარგად იყავით. კაი, მოკლედ, სიჯი იპოვიდა 50 მილიონი შენია რა. კაი, წავედი, მაშინ ვიდეოს გადავიღებ თან და ხახო, გამოიწერეთ ჩემი ერხი. წავედი, საწყალი ხალხი, 1-2 მანქანა დაუბეტონებია, ეხლა ამათ ჩაავარეს პირდაპირ, მოკლედ რა, წავედი. ეს ვინ არის დედას ვიცავა? აუ, ბიჭო, ერთი 5 კაცი დამებეტონა აქა. რა ვიცი, მე 5 კაცი ხავს დაბეტონა, ნახე, ურეკავს ახლა კიდე ვიღაცებს უეჭველი. 1 2 3 4 5 6 კონტეინერი ხალხი ყავს აქ, ხო არ გადავა, წავედით აქიდან. უეჭველი აქაც ის ვიღაც. ისმის ხმა? აუ, წარმოიდგენი ამერიკაში გადმოვედით, ეს მაგარი გადმოყვანია იმენა რა. ჯო, ბიჭო, მოიხებ ხმას, შეიძლება ისმის ვიღაცას. ბიჭო, აქ ხა ლაპარაკი ისმის? ვაი, ამ საცოდაოებს გონიათ, რომ მაგარი გადმოყვანი იყავთ ვიღაცა და ამერიკაში მოხდენა რა. ჩემი კაი. ერთამე ახლოს მივიდე ერთი რას ბაზრობენ. კაი, ბიჭო, არ შეეშინდე. გაჩე. მივადუყური. იტოქში ამას მაო 100 კაცი გადმოიყვანა ისე რომ არავის არ შეუმჩნევია რა. ვიცით ჩვენც ეგა რა. ბეტონის მანქანების გაყავს მაო, მე იქ ამერიკა იმენა მაგარია, ეხა იწყება ცხოვრება რა. თქვენ საცოდავებო იცოდეთ რომ მალე ბეტონში ამოხდება სული. რა კაცები არიან ის იმედი აქვს გიმარა ჰა. ეგ არის ტრამპი რომ მოვიდა ეხლა და ფეხებზე კიდე ყურადღებას არავინ არ აქცევს. ეს არალეგალები კიდე არავის არ აინტერესებს. ეხლა დაურეკათ ამ პოლიციას აგერ თავის საქმე გამოუჩნდა 6 კონტეინერი თუ აგერ მე7 ჩააბარა. წავიდა ფული აღებული აქვს. თეთრ კონტეინერი მილიონი მაინც არა. ბიჭო, რავი კონტეინერში ამდენი ხალხი დაეტევა, მე არ ვიცი, მაგრამ წავედით ეხლა მოკლედ ძმებ ვისთან გვაქვს ბიჭო შეხვედრა? კარტელიეები. ძმები კარტელიეები, ხო, ეგენი ჩამოვიდნენ, რა ვიცი, რო გაიგეს 50 მილიონის თემაო, ფოტოები და რაღაცები უნდა და მაგათ უცნაური მივაწოდოთ რა და მოკლედ ყველა სიჯის ეძებს მთელი ქვეყანა რა. ავი, მაღალ ჩინოსნები არიან, დაბალ ჩინოსნები, ქუჩა, სახლია, ბაღია თუ სკოლა, ყველა სიჯის ეძებს და იმედი მაქვს ვიპოვი ძალიან მალე რა და არ დაგავიდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა ავიდეთ 350.000 გამომწერზე რაც შეიძლება მალე, იმიტომ რომ ეხლა ამდენი ვიდეოს გადაღება მოითხოვს ბევრ შრომას და როცა ვუყურებ რომ ბევრი გამომწერი გამოტება თითოეული ვიდეოდან მეც ბევრ შრომობ რა. ესეც ძმები კარტელიეები დაუბარავთ სახე. გამარჯობა, რას მსოტით ხართ ბიჭებო? გამარჯობა. თქვენ ხართ არა ვინც ჯილდო დააწესა. კი ჩვენ ვართ, აბა გქონდეთ თქვენი იმედი? ჩვენ ძმები კარტელიეები, ნებისმიერ რამეზე წამსვლები ვართ. მეტომეტეს 50 მილიონის გამო. გეტყობოთ ნებისმიერ რამეზე წამსვლები რო ხართ. მოკლედ, ფოტო გვინდა მაგ ადამიანის და ლოკაცია. თქვენ ბიჭო ხარ უბერავთ. რატო? ლოკაცია რომ გქონდეს 50 მილიონს დავაწესებდი? მე მეგონა ციხიდან იყო უბრალოდ გამოსაყვანი. რა ციხე კაცო აქ 1000 რაღაცა შეიძლება სადყავთ კაცშვილმა არის ის და უნდა გამოიყვანოთ სადაც არ იქნება იქ, უნდა იპოვოთ რა. გაი, გასაგებია, ფოტო გამოგვიგზავნეს და დანარჩენს მივხედავთ. რა კაცები არიან ის გამომაცინეთ. ესეთი რაღაც გამო მეურჯი აღარ დამირეკოთ რა. გაის მოვკაი, დაგიერეკავთ თუ ვიპოვით. მიდი, მთელი ქალაქი იცებს რომ იცოდე ძალიან დიდი კონკურენცია. არა უშავს, მე კარტელიეები პირველები იქნები. გაი, მიდი კარტელია. თქვენ მეგრელები ხო არა ხართ? არა ძმა. გაი, კარტელიე, რა ვიცი, მეგრული გვარი რაღაცა გყავდა რა. ესა კაზინოში რომ უნდა შევხვდეთ მე პატრონეს. ბაგაგრას აქავარ და მოდი კაზინოს მე პატრონესაც შევხვდეთ რაღაც ბიზნეს წინადადება მაქვსო და რა ვიცი, ნახოთ აბა ერთ დღეს იმენა შეხვედრები და ბიზნესები და ამბები. კაი. ბლექმა დაიქოგა სხვათა შორის ბოინგი უნდა შევუკვეთოთ ეხლა რო კონსოლი და ოპა რა ხდება ბიჭო სროლებია? ვიღაცას მისდევენ კიდე. აი შევედით ეხლა კაზინოში. ესე დავაყენოთ. ბოინგზე საუბრობდით წეგან და ბოინგი უნდა შევუკვეთოთ ეხლა რომ კონსოლიდან ის ოქროულობა და რაღაცები ჩამოვიტანოთ და აქედან ჩვენი მანქანები და რაღაცები წავიყვანოთ რა და ოპა ესეც აქ კაზინოს ბოსი რა ხდება ძმა ყველაფერი რა მაგარი ჩხუბი იყო აქ არა წინა დღეებში ბლეკ მამბა რა ბლეკ მამბა გისმენ აბა რა ხდება მოკლედ მე ხუსეინი ვარ კაზინოს გაყიდომიდა რა და თქვენ არ ხალხს ენდომებოდა ვიცოდე აიცადე ერთზამე რა ვქნათ
ბიჭო, კაი ადგილას კი არის ეს, ხოიცი? ხო, მაგრამ ბიჭომს მართვა და რაღაცა ხო უნდა. ჩემი ძმა, რამდენად ყიდი? 200 მილიონი დოლარი. უფ, ფას კი ურტყავს, მაგრამ რა ხდების რატო არა გადატრიალებული რაღაცეები? ანუ რა ვიცი რა. შენ ძმა რამე პრობლემები ხო არ აქვს, ჰა? მოვიდნენ აგატრიალეს და ხაგინა მოხივა რა. არა ძმო საიდან მოიტანა. შენერი ხალხი ბიჭო, რომ მოდიოდა მე უკვე წასული ვიყავი, უკან დაბრუნებული და მე ორჯერ წასული დაჟე რა. ამას უყურე, გადაგიტრიალეს ბარი დაგამტროი სავსე ყველაფერი და ხაგინა მოხივა, არა და შეგვატოვო იქ რაღაც პრობლემები. ჰა, ბიჭო, მართალს ამბობ? არა ძმაო, როგორ არა ბიჭო, ხეთქი ერთი მაგას. რატო ყიდი ამ ბარს? ბარი არა კაზინო. რა მნიშვნელობა აქვს ყველაზე მაფიქსირე ბიჭო, რატო ყიდი? ხო ხდებია რა. მაიმუნო, ჩვენი მოტყუება გინდა არა? გვინდა აგვახიო ფული და შეგვატოვო მე რა ვიღაცებს, ამას უყურე რა. ბლეკ მამბის მოტყუება ვერავინ ვერ უნდა გაბედოს. წამოდა ერთი აბა ამას აქ რამე ხო არა? მე აპარატები და 200 მილიონიო ბიჭო მომინდო მამა კიდე აქტო. აი დიდი ფარტი კია, მაგრამ პრობლემები აქვს ამას როგორ ჩანს რა და ამის პრობლემების გადმობარება ეხლა მე მაგრად მეზარება რა. თუ როგორც ბიზნესი მაგარია ეხლა შეხედ რამ ხელა ბარია აქ. აქეთ რა ხდება? აქეთ კიდე ფსონები, აქეთ რულეტკა და რაღაცეები, ნუ ჩვენგან შორს ეს ყველაფერი, მაგრამ ბიზნესია რა. კაი ბიზნესი არის ნახე 200 მილიონი ხილს, მეტიც ხილს ეს ბიზნესი. მაგითო დავამუღამეთ ჩვენ. რა დავამუღამით? ანუ ეს ბიზნესი 200 მილიონზე მეტი ხილს. ერთი 500 მაინც ხილს, მოდა ეს 200-ში გვაძლევს, უნდა რომ ჩქარა ვიყიდო და მოხიოს ხოხინა ხვდები, მე რა მოგვადგებიან ვიღაცები მოწილეები და დაგვიწყებენ აქ ტვინის ბურყოს და რა გვინდა ბიჭო ბლეკმომბაში არის გვინდა? არა, ბლეკმომბაში არის არ უნდა მოკლედ. დაალაიქეთ ვიდეო გამოვიწერთ არხი და დაველოდოთ ხვალინდელ ვიდეოს და როგორ განვითარდება მოვლენები რა. იმედი მოგს რომ CG-ს რა შეიძლება მალე ვიპოვით და ბოინგი შევუკეთოთ რა. კაი ხვალინდელ ვიდეოში ბოინგის გვეყოლება. და ხო აუგუსტინის შვილიც უნდა ვნახოთ. კაკრას ხვალინდელი ვიდეო დავუწოთ აუგუსტინის შვილის ნახოთ. და დააწერეთ კომენტარებში თქვენი აზრით CG სად უნდა იყოს და თქვენს დაგვეხმარეთ რა ცოტა და TikTok ედიტები არ დაგავიწეთ CS:GO Fast-ის $20 ბალანსები ჯერ კიდევ ძალაშია და ჯერ კიდევ არ გათამაშებულა.